სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარად მირზოიანმა პარლამენტში ვაშინგტონში ხელმოწერილი სომხეთ-აზერბაიჯანის დეკლარაციისა და სამშვიდობო შეთანხმების წინასწარი ხელმოწერილის შესახებ ისაუბრა და მომხდარს უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა. მშვიდობა დამყარებულია, განაცხადა მირზოიანმა, თუმცა იქვე განმარტა თუ რას გულისხმობდა ამაში, რადგან მისივე თქმით სრული მშვიდობა ჯერ მიღწეული არ არის. მინისტრის განცხადებით, სომხეთი ჯერ კიდევ გზის დასაწყისშია, რადგან მშვიდობა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ზრუნავს სიფრთხილესა და ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვას მოითხოვს, განსაკუთრებით ორ ხალხს შორის არსებული მტრობისა და სისხლების ისტორიის ფონზე. თუნდაც უახლოეს მომავალში ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი დასრულდა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გულისხმობთ, რომ ამ ეტაპზე მხარეები ერთმანეთს არ ესვრიან. ესკალაციის რისკი მინიმალურია. რჩება თუ არა პრობლემები? უამრავი. მირზოიანის თქმით, ერთ-ერთ ასეთ გადაუჭრელ პრობლემას ტყვეთა გათავისუფლების საკითხი წარმოადგენს.